დღეს ვისაუბრებთ სოფლიოში 10 ყველაზე მაგარ სუნამოს, რა თქმა უნდა, ჩემი გემოვნებით და ყველა არის საოცარი. დავიწყებ როჟათი, ეს არის როჟას ჰაუეტ ლუქსი, რომელიც 2500 ფუნტი ღირს და შიგნით ესე ოქროები ყრია, მაგრამ როგორც როჟა დავიძახის, ოქრო ყველაზე იაფია ამ სუნამოში. იმიტომ რომ აქ არის ყველაზე ნატურალური კომპონენტები, რომელიც საოცრად ჟღერს. აქ არის ირისი, რომელიც არის ყველაზე ძვირი და ხის ნოტებზე ბევრად ძვირია და ძალიან ძვირი ჯდება მისი მოპოვება. ასევე როგორც იძახიან, აქ არის ნატურალური ამბრა. ნატურალური ამბრა როგორც ადრე მოიპოვებოდა და რაღაცა ეგრე აღარ მოიპოვება, მაგრამ მაინც მოიპოვეს სხვანაირად და არის საოცარი სუნამო. ეს არის სუნამო, რომელიც არაფერს არ გავს, საოცარი შლეიფი, საოცარი მდგრადობა და ყველა კომპონენტი არის ზე ნატურალური, რაც აძვირებს ამ სუნამოს და არ ვიცი, მსგავსი არაფერი დამისხავს. ურჩევ თუ არა სხვას? არა. იმიტომ რომ ძალიან ძვირია და 98% ვერ გაიგებს თუ რაში იხდის თანხას. ამიტომ ვისაც ძალიან ისეთი ცხვირი არა გაქვთ, რომელმაც შეიძლება ამის სილამაზე დააფასოს, ეს სუნამო ნამდვილად არ გჭირდებათ. ეს არის როჟას Lost in Paris. იაფი არც ეს არის, მაგრამ ამის მესამედი ფასია 900 ევრო ღირს მე მგონი და ეს ვისაც გურმანიკა უყვარს არის საოცრება. წარმოიდგინეთ, ხართ პარიზში და რაღაცაი ყველაზე მაგარ საცხობთან ჩაიარეთ და საოცარი სურნელი მოდის. პარიზის ბრიოში, კრუასანი, ესე ვანილ მოყრილი და ნამდვილი გურმანიკაა, საოცარი სუნამოა და ვისაც გიყვართ მოტკბო გემრიელი არომატები, ისეთია, რომ დაისხავ გონია, რომ რაღაცა გემრიელ რაღაცას ჭამ. ეს არის Fragrance du Bois Sahara. აქ არის 4 ყველაზე ძვირად ღირებული ხის ნოტები. ერთი არის, რომ რაღაცა ძალიან სიმდიდრე გადმოსცეს, მეორე რომ ეს ხის ნოტები უფრო სუფთა იყოს, მესამე უფრო მემზიდველი იყოს და ცოტა რაღაც სანელებლებიც იგზნობა, ოდნავ მერე ციტრუსიც ერევა და მსგავს, ვისაც ხის ნოტები გიყვართ, ამაზე მაგარ სუნამოს უბრალოდ ვერ დაისხავთ. ეს არის Fragrance du Bois Sahara. რაც შეეხება კლაივ კრისტიანის Blood Ambers, ჰედონისტი და Blood Ambers ჩემი საყვარელი სუნამოა და ვფიქრობდი, რომელი დამედო დავდე Blood Ambers, იმიტომ რომ ჰედონისტი შემიცვალა Pour Distances Black-მა და აუხსნი რატო. Blood Ambers ყველა მიცით, დიდი ახსნა ამას არ ჭირდება, საოცარი ამბრა, საოცარ ალკოჰოლთან და თამბაქოსთან ერთად და ეს და ჰედონისტი ალბათ დამოკიდებულებას იწვევს, იმიტომ რომ იმდენად მაგრა ჟღერს, სულ გინდა რომ გესხას. ეს არის საოცრება, კლაივ კრისტიანის ქმნილება და ალბათ მთელი ცხოვრება მეყვარება ისეთი არომატია. Bodicea's Blue Sapphire. ეს არის სუნამო, რომელიც შეიქმნა ინგლისის პრინცი და დედოფლის ქორწინებისთვის. რამე განსხვავებული თუ გინდა, რომელიც არაფერს არ გავდეს, ყველაზე დახვეწილი იყოს, თან იყოს გრილი, ძალიან მდგრადი, ასევე ბევრი რამე იგზნობოდეს, ხის ნოტები, ციტრუსები, არა ამქვეყნიური ჟღერადობა აქვს ვიტყოდი ამ სუნამოს და ეს არის Bodicea's ქმნილება. მე ეს მიმართულება სუნამოების მეგონა არ მიყვარდა, მაგრამ ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი სუნამოა. Dior Ambre Nuit Esprit. ეს არის Dior-ის ნიშხაზი. ბევრი ნიშხაზი აქვს, მაგრამ 3 აქვს ესპრიტი. ესპრიტი არის კიდე ექსტრაქტზე მაღალი შემცველობის. ამბრა ვისაც გიყვართ, მსგავს ამბრას ვერ დაისხავთ. მანამდე ძალიან მიყვარდა კურჯიანის Grand Soir-ი, ეხლა ძალიან მიყვარს, მაგრამ ამაზე მდიდრული, ამაზე დახვეწილი, ცოტა თბილი ამბრა
ისეთია გაკეთებული, იმ მსგავს არომატს ამბრისას ვერ ნახავთ. ვისაც ამბრა გიყვართ, აუცილებლად დატესტეთ, საოცარი სურნელი აქვს. ვიდიან ლონდონი. ტყავზე როცა მიდის ლაპარაკი და ქნილებაზე, ეგეთია ვიდიან ლონდონი. ტყავის ძალიან ბევრი არომატი მაქვს, ეს და მეისონ კრიველის უცტალიონი მიყვარს ყველაზე ძალიან. და ორივე არის საოცარი ტყავი. არ არის სიტყვაზე ვთქვათ, როგორც ქოიუმი უხეში, ესა რბილი, დახვეწილი, ლამაზი ტყავი, სადაც ჟოლო ერევა და ისე უხდება, ისე ლამაზად აქვს გათამაშებული, რომ არ ვიცი. ვიდიანიო საოცარი ბრენდია, არაბული პარფიუმერიაო საოცარია, ოღონდ ლაპარაკი აქვს ორიგინალ პარფიუმერიას და არა რაღაც კლონებზე და არაბულ პარფიუმერიაში ვიდიანს და ამუარს დავაყენებდი, პირველ მეორე ადგილს გაიყოფთ. ეხლა რაც შეეხება ფურედისტანს, 3-6 სუნამო მაქვს, 3 ჩემს საყვარელ სუნამოს შედის, ის 3 ძალიან მაგარია, ეს არის ჰოლანდიური ნიშ ბრენდი, რომელსაც 12 არომატი აქვს, რომელიც საოცარ სუნამოებს უშვებს და არის ზენატურალური. რატომ მიყვარს? თავიდანვე პირველივე გასხმიდან ეგრევე ნატურალურობა იგრძნობა. იქ არანაირი ქიმია, არანაირი სპირტი, არანაირი აცეტონი, თავიდანვე ნატურალურია და ძალიან საოცარი სუნამოებია. ეს არის ისაიო. ისაიო არის განსხვავებული, რომელიც შენცხვრის არასოდეს არ დაუტესტავს მსგავსი არომატი და საოცრება. რო დაისხავ, წარმოიდგინე ხარ რაღაცა ყველაზე მაგარ ბუნებაში, ყველაზე ლამაში, დახვეწილი. ეს ბევრი სიმწვანეები, ამ ბალახების სურნელი მოდის და ხვდები, რომ გასხია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გრილი არომატი, რომელსაც ბევრი სიმწვანეები აქვს, ბევრი ბალახები აქვს და ძალიან დახვეწილია. ეხლა რაც შეეხება ფურედისტანსის ბლეკს, რატო ვთქვი, რომ შემიცვალა მეთქი ჰედონისტი? თავი მოხსნილი აქვს, როდესაც ვიღებ ხოლმე, ასე რომ კიდე ერთხელ დავისხათ, გავუკეთოთ თავი. ეს არის სუნამო, სადაც ნოტები არის გასაიდუმლოებული, არ წერია, მაგრამ არ ჭირდება, მე თუ მკითხავ, საერთოდ ფრაგრანტიკაზე ნოტების ჩამოწერა არის მარაზმი, ვინც რას გრძნობს, ის უნდა გადმოსცეს. ეს არის ისეთი სუნამო, ესეც ჰედონისტივით ალბათ მიჩვევას იწვევს და ყველაფერი აქვს იდეალურად გათამაშებული. ჩემთვის იგრძნობა როგორც ტყავი, ოღონდ ტყავი არ ყვირის, სიმდიდრისთვის აქვს გაკეთებული, ასევე ხის ნოტები, აქ გამორჩეული არაფერი არ არის, რომ რაღაცა ყვიროდეს. საოცარი საკმეველი მერე და ძალიან დახვეწილია. ისე მაგრა ჟღერს, ამბრა აქვთ, ხელოვნების დონეზე აყვანილი და ყველა ნოტა, რაც ამაში არის ისეთი ჟღერადობისო, სულ გინდა, რომ ესე აკეთო. ეს არის სუნამო, რომელიც არასოდეს მომბეზდება და რო დაისხავ ჭკუიდან გადაყევხა. ფურედისტანსის შეიდუნა, ესეც ესეთია, აქაც საოცარი ამბრაა, აქ ბოლის ნოტა აქვს გათამაშებული ისე ლამაზად, ისე დახვეწილად და მსგავსი ვანილი ასად არ მინახავს, ვანილი, ბოლი, ამბრა, ისე მაგრა აკეთებს ფურედისტანსი, რომ პირველივე გასხმიდან გიყვარდება. ამ სუნამოს დავარქვი პირველივე დასხმით სიყვარული, იმიტომ რომ ოდესაც დავისხი და დავტესტე, მივხვდი, რომ უბრალოდ საოცრება. საოცარი ბრენდია და ეს 10 სუნამო არის ჩემი ამ მომენტისთვის ყველაზე საყვარელი სუნამო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იცვლება ხოლმე, ფურედისტანსები არ მქონდა და არ იყო. ნელ-ნელა ზოგი აკლდება, ზოგი ემატება, ძალიან ბევრი ისეთი სუნამო ვერ მოხვდა ამ სიაში, სადაც გული დამწყდა და ძალიან მიყვარს. გამოიწერეთ ჩემი არხი და ალაიქეთ, თუ საინტერესო იყო, შემდეგში კიდევ უფრო რამე კრეატიულ საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებთ. აპანახონდის.